90-იანი წლებია რა. ცოტა შუქის პრობლემაც როა, ყველაფრის პრობლემა არა თუ მარტო შუქი არის. ხო, თქვენ უკეთს გემახსოვრებათ, მაგრამ მეც მახსოვს სხვადასხვა პოვეს არის მაგ დროს, ხო და ქორწილი არის ფოთში. ესე იგი, როგორი სიტუაცია ხა, მამა ჩემი არის ცნობილი თამადა ქალაქში. შეგენაცო. ეხა ცოტა უკვე ასაკი თავის აშრება ცხადია, მაგრამ ნუ ცნობილი თამადა იყო. მას თუ დაუჯერებს 300 ქორწილი აქვს ნათამაშები და არც ერთი წაგებული. წაგებული ეხა ეს სამეგრელოში იმ პერიოდში მით უმეტეს ეს შეჯიბრებითობის პრინციპით და აბა მესამედზე ნამყოფი ვართ ალბათ ჩვენც. კი, რამოდენიმეზე იქ რაღაცა იქ ხანი ფრაზა არ მოიპაროს. ხო გახსოვს ხიდავდება დარბაზი ჭუჭლი და თამადით. ხო, სასტუმროს დირექტორი იყო, სადაც საქორწინო დარბაზი იყო და სული გოწევდა. ანუ ის რო არის რა, რო იქ კოლხოზნიკებს თუ ჩაუსვამი, რო აბა იქ რამე არ მოიპაროს და იქ ტუალეტში არ წავიდეს და რაღაცა ეგეთი პერიოდია და რო აკონტროლებენ. ხო, რა თქმა უნდა, იქ ამას ესე იგი მაყარის ხარეს იქ თავისი კაცი ხავს იმას, აქ და მიდის სერიოზული ჯახი. რო აბა ეხა იქ წაგება სიცხვილეა რა. და ხო და 3-4 ლიტრი 8-12 რაღაც ესე მიდის დალევა რა, რო რაღაცა და თან უნდა ითმინოს ყველაფერი. ესე იგი ქორწილი არის სეფის. როგორც იყო აქ. ხო რა, როგორც იყო ადრე სეფის, მაგრამ ისე წვიმს. აი უბედური წვიმა არის, რასაც იტყვიან, ის ეგრეთ წოდებული პოლის ჯოხებით და პატარა ბიჭები დარბია რო წყალი გადააღვარონ, ხო, გადააღვარონ წყალი და მოგეთ ამასაც ვერ აწლებენ და ხა მამა ჩემი ყვება რომ ჩვეულებრივად აი ესე ვზივართო და მუხლება ნუ კოჭები დაფარული აქვს რა წყლით. მიდის კევით ეხა მამა ჩემი არის თავარი თამადა. ეხა თავარმა თამადა ყველა ვარიანტი უნდა მოიგოს. როგორ მეორე როგორ და გაჯობოს. იმიტომ თავარი თამადა ხარ ის ამყვანი რო და ორმაგი პასუხისგებლობაა. მოკლედ მიდის ეხა რაღაცა თელისუფრა და იქით ამ მხრიდან ვინც არის თამადა 25 წლის მოხეთკილი მოჭიდავე რაღაცა ესეთი ტიპია რა ძიუდოს თან მამა ჩემი ხე ტანმორჩილი კაცი რაღაცა და რაღაცა რა სუმოისტი რა დიდი და მოკლედ ეს კაცი სვამს ეხა მამა ჩემი უყურებს მე უკვე გზნობო რა ნელ-ნელა იმას რაც ხა ვერა ხო გრადუსი უკვე მერევა რა უკვე მიჭირსო რა და ამ კაცს არაფერი არ ეთყობა მოკლედ 1 დალია 9 12 რა ვიცი ნუ არ ეთყობა არაფერი და ხა ფიქრები უკვე რომ არიქა არ წავაგოთ არ წავაგოს ვაგებთ იქიდან ის თვალს უკრავს მეორე თამადას და გაგზავნილი როა რაშები აბა გიმიებიჭა აბა მთელი ამბა მოკლედ ერთ საფრთხეზე კიდე ადგა და დალია ესეთი საფრთხეზე გახედავს ის ხიზლათ არის და всё უკვე ძალიან ცუდათაა საქმე და მორიგი საფრთხეზე ჯერი რომ დადგა რომ წამოდგა ფეხზე უკვე ვიგზენიო რომ ფეხზე წამოდგომაც გამიჭირდა უკვე ბანცალებს რა და ეს ის დროა ჯერ მიკროფონები არის შნურიანი. აჰა. კაბელით, ხო? ხო, ეგრეთ წოდებული კაბელი და იქ გადმოჭებული როა იქ მოსწრებიდან და ეს შნური მოყვება წყალს ქვევით, იგი ნარგი და წყალში გდია და მორიგი სადაგძელოს რომ მოუკიდევა მიკროფონს ხელი და ეს ხო ჩართო რაღაც როგორც არის და უდავ თქვაო ეხა სადაგძელოს და ლავარაკის თავის აღარ მაქვს უკვე და რომ ბეთქაო დენმა ტუჭებში და მოკლედ ეს ამხელა კაცი გაიტანა შენისება გადავარ და ჩავარდა ტყლაბოში წყალში მოკლედ 1-20 წამიანი შოკი აქვს რა ეხლა დენის დატვისკა და უცებ მოცივდა ხალხი რაღაცა და ხა თვითონ ყვება მას რა ხა ესე თრალი ხო ვიყავი და გადავარდი და გავახილე თვალი და ხიზელი ვარო ადრენალინი ხიზელი ვარო წამოვდექი და მივცხე და აბა ხანძი აბა ბაკალე სამა კაცმა გაიტანა შენი მოჭიდავე კაცი ასე რომ ამას ქვია ლაკი სტრაიკი. მაგარი ისტორია.